ბავშვებზე არ გვინდა ლაპარაკი. იწყება საუბარი ბავშვებზე და მთავრდება ბავშვებზე. მაქვს როგორც ყველა ქართველ ბავშვს ცეკვაზე სიარულის გამოცდილება. მოსწავლებელო, ცეკვაზე ვართ 60 პლუს მიიღებთ და სწავლებლობა, თუნდაც სკოლის ან რა ვიცი, ქორეოგრაფობა არის, რომ კარს შეიხურავ, ჩაატარებ, გაკვეთილს გამოიხურავ. ბევრჯერ დაიჯახები, ძალიან ბევრჯერ წაიქცევი, მაგრამ უნდა ადგე აუცილებლად და ბევრი ხარო ვერ შევძლოთ, სელებო შევიკრიბოთ, რა ვიცი, ბოლომდე თუ უყურებთ, დაფიქსირდით. ამ სიმკაცრით იმ ეტაპზე მივიღებთ შედეგს. გაბედნიერებს, კითხვა რომ დაიხსნა, აუცილებლად მე გაგაბედნიეროს, ეს უკვე შინაგანი. თუ არ გაბედნიერებს, რაღაცას არასწორად აკეთებ. როცა ამბობენ ხოლმე, რომ ცეკვაზე დავდივარ სამეჩას და ეგრევე მერცვა ისე ხრეში გავსწორდავი ხოლმე და მეკითხები ვისთან და გიორგი. მეთქი მე და გიორგი კლასელები და მას მართლად? მეტება ესე არ მოდის, რომ რაღაცა მე დავწვე და გავიღვიძე და თუ არა საკუთარ თავთან კითხვა ან ეჭვი რომ აი არასწორ ადგილას ვარ. იგი როცა გეყოთ, გინდა თუ არა რომ იცეკვოს. ესტროს ალბათ ვიტყვი. ცეკვის სპეციფიკიდან გამომდინარე შეიძლება სიმკაცრე მომენტებში დაჭერდეს მასწავლებელს. არ ვისწავლი, ვიგულისხმე იმ გაგებით რომ ანუ გულს და სულს ვერ ჩავდებ იმ ყველაფერში და თქვი რომ აუცილებლად ჩავაბარებ. თქო და ესეც იყო, მაგრამ ჩავაბარე ჩვეულებრივად ვისწავლე და აი რა გავედე რა, მათ გავედის სამსახურება ალბათ. კი, ალბათ. სადაც ეხლა ხარ. ადამიანი იყო, აი ძალიან უფროსები, დედაც ჩემის ხედა უფრო მეტი. აი და ხელი თუ შეიძლება. ცოტა როცა მე დავდიოდი ცეკვის გაკვეთილებზე და მეც ვასწავლედი, ანუ რასაც ვსწავლობდი, იგივეს ვუზიარებდი უბრალოდ. რასაც ანუ სცენაზე განიცდის არტისტი და მოცეკვავე, აი ვერაფერს ვერ შეადარებ. კაცები არ უნდა შეიმჩნიო რა უნები ხოლმე ხშირად რომ აი ადამიანები ვართ და აი გულწრფელად თუ რამე შემეშალა მითხარით. არ არის რომ რაღაც შემოვიდეთ, მუსიკა ჩავრთე, წავიდა მოზრობა ახსენე, ყველას ვფიქრობ რომ თავის შულს მოусმინონ რა უნდათ, რა უხარიათ, როგორ წარმოუდგენიათ თავიანთი ყოფა, უნდა შეძლოს მშობელმა დანახვა თავისი შვილის მოსმენა მაგალითად აი რატოა ესეთი მორცხვირობა სახეზე რაღაცა სტრესი ზოგადად ამ ცეკვის მასწავლებში ფიქრობენ რომ სიტყვაზე დისციპლინას გამოუმუშავებენ იმიტომ რომ მასწავლებლის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი ბავშვები როდესაც მოდიან და აი რაღაცა ცოტა მოფარებულები არიან კარები აი თითქოს ძალიან დიდი ხანია დადის ჩამეხუტა რაღაცა აი გარემო ბავშვები რომლებიც წრებზე დადიან და განსაკუთრებით ცეკვას ეხება ხოლმე რომ ცეკვაზე როცა ბავშვი დადის არის ძალიან ორგანიზებული 5 წლის როცა დავიწყე ცეკვაზე სიარული და უნარები შეიძლება დამატებით მოწრეებმა კონკრეტულად პირობითად ცეკვამ განუვითაროს ბავშვი ისეთი, რასაც სკოლაში ვერ ვაძლევთ. თავარი რეგალია ჩემი კლასელი. მოგესალმებით მეგობრებო, თქვენ უყურებთ მენამდე მასწავლებლის მერვე ეპიზოდს. ჩვენ ისევ და ისევ ვიმყოფებით ფსიქოცენტრში. დიდი მადლობა ამ სივრცის დათმობისთვის ფსიქოცენტრს და დღეს ჩემი სტუმარი, ანუ მერვე ეპიზოდის სტუმარი არის გიორგი ბუაჩიძე. ქორეოგრაფი, რეპეტიტორი, მოცეკვავი და მთავარი რეგალია ჩემი კლასელი. მადლობა გიორგი სტუმრობისთვის. გამარჯობა. ვფიქრობ, რომ საინტერესო თემებზე ვისაუბრებთ. დღეს გავამახვილებთ ყურადღებას, რა როლი აქვს ზოგადად დამატებით წრეებს და კონკრეტულად ცეკვის მიმართულებაზე ჩავშლით უფრო მეტად. გიორგის დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მაყურებელი იცნობს განსაკუთრებით იცნობენ რუსთავში. მოკლედ დავიწყოთ. პირველი რა კითხვაც მაქვს არის ის, რომ მშობლებს ხშირად ჰგონიათ, რომ სკოლა და გაკვეთილები არის მთავარი. როგორ ფიქრობ, რა მოაქვს დამატებით წრეებს და მაგალითად რა უნარები შეიძლება დამატებით წრეებმა კონკრეტულად პირობითად ცეკვამ განუვითაროს ბავშვი ისეთი, რასაც სკოლაში ვერ ვაძლევთ მათ. პირველ რიგში მოგესალმებით. ძალიან საინტერესო თემით ვარ მოსული დღეს თქვენთან და დიდი მადლობა ამისთვის. საინტერესო კონტენტს ქმნით და ძალიან საინტერესოა ჩემთვის თქვენთან სტუმრობა. და წარმატებები თქვენს არხს. რაც შეეხება ერთი წარმოგაჩერდით ცოტა მოიწია. ესე ხო არა? ხო, ეგრე იყოს. საჯა? მაქედან მოუჭრი და მე აი უბრალოდ რა კლავი გქონდა ცოტა მოჭრი, ვიხდი? მაგიტო როი. თქვა ის კიდე? არა, მაგას მოუჭრი. კითხვა გამახსენე. ანუ მშობლებს რა ესეთ შენი აზრით რა მოაქვს დამატებითი წრეებს ბავშვისთვის ისეთი, რასაც სკოლა ვერ აძლევს? პირველ რიგში მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია დამატებითი წრე. ყველა ადამიანისთვის არ აქვს მნიშვნელობა ის იქნება ცეკვა, წერწვა, ხატვა, იქნება ხელოვნებისფერო თუ სპორტი, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ მშობლის გავლენა ძალიან დიდია დაწყებით ასაკში, რომ ბავშვმა დაიწყოს ნებისმიერ რაიმე დამატებით წრეზე სიარული. მე კონკრეტულად ვიტყვი ჩვენი სფეროს ამბავს ცეკვაზე. ცეკვაზე დაწყებით ასაკში ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის მიყვანა და რატომ?
5 წლის ასაკში, თუნდაც 4 წლის ასაკში ბავშვმა არ იცის იდეაში რა უნდა აკეთოს. და ვფიქრობ, ჩემი შემთხვევაც ესე იყო, მე ვიყავი 5 წლის როცა დავიწყე ცეკვაზე სიარული და არ მინდოდა თავიდან, მაგრამ მე ისე მოხდა, რომ დღეს ჩემი ცხოვრების ნაწილია ეს ყველაფერი. თავიდან ქართულს ცეკვავდი ხო? თავიდან დავიწყე ქართულით, როგორც ყველა იწყებს. ჩვენი ასაკის ბავშვებიდან როგორც ყველა იწყებთ ხოლმე, დავიწყე ქართული ცეკვით და ძალიან დიდი როლი იყო ჩემი მშობლების, რომ ანუ უნდათ რომ მევლო ცეკვაზე. ეს მინდოდა თუ არ მინდოდა უკვე ეს მეორე საკითხი იყო, მაგრამ აუცილებელი იყო რომ მევლო და მადლიერი ვარ იმიტომ რომ თავიდან მათ მიიღეს ეს გადაწყვეტილება. ეხლა რაც შეეხება კითხვას, მნიშვნელოვანია თუ არა ბავშვისთვის ჩართულობა კონკრეტულად ცეკვაში. მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ ცეკვა ძალიან დიდი დისციპლინაა, რასაც ბავშვი მთელი ცხოვრების განმავლობაში გადის და აი მე უკვე შემიძლია რომ მათაც ჩავშალო ეს თემა რას როგორ ჩემი გამოცდილებიდან ყოველ შემთხვევაში რა და როგორ არის დაწყებით ასაკში და მე როცა ესე ვთქვათ იზრდებიან და საბოლოოდ დასწრული ადამიანები ხდებიან. კი ბატონო, ანუ იდეა შენახსენე დისციპლინა რაც ძალიან მნიშვნელოვანია და მეც დავკვირვებული ვარ ბავშვები რომლებიც წრებზე დადიან და განსაკუთრებით ცეკვას ეხება ხოლმე რომ ცეკვაზე როცა ბავშვი დადის არის ძალიან ორგანიზებული და რაღაც დისციპლინა. აი რას აკეთებთ ეგეც? პირველ რიგში ანუ ასაკობრივ ზღვარს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩემთან მოდიან ბავშვები 4 წლიდანაც და ზემოთ. რეალურად მიღება ჩვენთან არის ხოლმე 4 წლიდან და ყველაზე ესე ვთქვათ, აი პატარა ადამიანები მოდიან და ანუ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ეს ყველაფერი, როგორც მასწავლებლის მხრიდან, ასევე მშობლის მხრიდანაც, იმიტომ რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, სად მიიყვან, როგორ გარემოში მოხვდება და ასე შემდეგ. ძალიან რთული არის და უჭირთ ხოლმე ადაპტაცია 4 წლის ბავშვებს და ანუ ყველა მასწავლებელი ვფიქრობ ვალდებულია, რომ რაღაცა სპეციფიური გამოცდილება გაუზიაროს მოსწავლის ინდივიდუალურად, იმიტომ რომ ყველა ბავშვს განსხვავებული სპეციფიკა, ყველა ბავშვს განსხვავებული მიდგომა ჭირდება, ზოგს ეშინია, ზოგს აბედნიერებს პირიქით და არიან ბავშვები, როდესაც მოდიან და აი მაგალითად არის ხოლმე რომ კარები რომ გაიღება, ეგრევე შემოვარდებიან, რაღაც ცეკვავენ უკვე მღერიან, უნდათ რომ აი ყველა თავისი შესაძლებლობა რაც კი გააჩნიათ. კი, აი პირველი რომ მქონია შემთხვევა რომ მოვიდა ბავშვი პირველ წელს მიღებაზე, გაიღო კარები, აი თითქოს ძალიან დიდი ხანია დადის ჩამეხუტა, რაღაც აი გარემო თავისია და უკვე ხვდება რომ ანუ სწორ ადგილას მოხვდა. ეს ძალიან კარგია და ყველას არ აქვს ამისი ესე ვთქვათ უნარი რომ გამოამჟღავნოს თავისი შესაძლებლობა, მაგრამ არიან ბავშვები, როდესაც მოდიან და აი რაღაცა ცოტა მოფარებულები არიან და რაღაცა მორიდებულები არიან ძალიან სწორი მიდგომა საჭირო ჩემი აზრით რომ აი ზუსტად იმ მომენტში როცა ბავშვი ჩვენთან მოდის გაუჩნდეს სურვილი რომ დარჩეს. მე მაქვს იმის ვალდებულება ესე ვთქვათ რომ იმ ბავშვსაც მეორეს რომელსაც ძალიან უნდა ეს ყველაფერი გავიზიარო, იმის სიხარული და ჩავერთო იმ პროცესში და ასევე მაქვს ვალდებულება რომ ის ბავშვი არ შევაშინო ვინც მოვიდა, იმიტომ რომ იმას სხვანაირი სპეციფიკა ჭირდება რომ დაინტერესოს და მე უკვე ცეკვიდან არ წავიდეს და არ იყოს ის რომ აი მშობელი დაესწროს და ბევრი ყოფილა ხოლმე რომ აი მოდი დავესწრები ჩემი შვილი ცოტა უჭირს და მე დაიწყებს ცეკვას, მაგრამ არა, აი თავიდან ვფიქრობ მასწავლებლის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი, როგორ დაინახავს აი პირველ მომენტში ბავშვი მასწავლებლად საჭიროების მხრივ, აი როგორ მიიღებ და როგორი მიმღებლობა ექნება შენთან მიმართებაში. კი, აი მაგაზე გამახსენდა ეხლა ამის წინათ მე და ჩემი მეგობრები ვიხსენდით, მეც მაქვს როგორც ყველა ქართულ ბავშვს ცეკვაზე სიარულით გამოცდილება, დიდი ხანი არ მივლია, მაგრამ ნუ მაქვს და მე მგონი საქართველოს ჩვენი ასაკის ბავშვებს განსაკუთრებით ყველას თუ არა ყოველ მეორეს გვივლია ქართულ ცეკვებზე. აი ძალიან საინტერესო რამე ახსენე, ინდივიდუალური მიდგომა, საჭიროებები. აი მაგას ჩვენი ცეკვის მასწავლებლები არ გამოხატავდნენ, რატო? აი რაღაც სტერეოტიპულად მაინც გონებაში მოხჩარჩენილი, რომ აი სტერეოტიპულად ვიდახი განსაკუთრებით ქართულის მასწავლებლებზე, რომ რატო გამახსენდა ეგ მიყვებოდა ჩემი მეგობარი თავის შვილთან დაკავშირებით, რომ ცეკვის მასწავლებლს ეშინიაო, იმიტომ რომ ყვირისო, ქართულის ცეკვებზე იყო საუბარი და აი ძალიან კარგია რომ სხვანაირი დამოკიდებულება აქვს და რატო არის ზოგადად ამ ცეკვის მასწავლებლში ფიქრობენ რომ სიტყვაზე დისციპლინას გამოუმუშავებენ, იმიტომ რომ რაღაცნაირად ყველა ქართულის ცეკვის მასწავლებლს რო იხსენებს, ყველა გავს ერთს, ყვირის რაღაც ხანდახან არის შეურაცხყოფის მიყენება, შეიძლება რაღაცების სრულად. ეხლა შეიძლება ცოტა ცუდი კითხვაა და არა კოლეგიალურად შეგეთვალოს პასუხი. ეგ უნდა მეთქვა და აი იცი რას გულისხმობ, რამე სპეციფიკა, რომ აი
სპეციფიკიდან გამომდინარე შეიძლება სიმკაცრე მომენტებში დაჭერდეს მასწავლებლებს? იცი როგორ ვიტყვი ამ კითხვას, საინტერესო კითხვაა, მე რომ არა კოლეგიალურად არ ჩამეთვალოს ნაკლებად ვისაუბრებ. ნაკლებად ვისაუბრებ, ანუ განსხვავებული ჟანრია, მე საერთოდ სხვა ჟანრით მივდივარ, თუმცა მასწავლებლობა მაინც ვფიქრობ, რომ არ აქვს მნიშვნელობა სპეციფიკა მთლიანობაში ერთია და ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ალბათ რაღაცები არის სტერეოტიპული, იმიტომ რომ ჩემ ბავშვობაშიც იყო ეს ყველაფერი რაღაც ეტაპზე, ანუ მინახავს, გამივლია, მაგრამ აი ზოგი არის ხოლმე რომ ყველაფერს ძალიან მძაფრად აღიქვავს და აი კი, ამიტომ თავიდანვე აღნიშნა რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ალბათ დროსაც. ანუ რა ასაკში იწყებ აი დროის იცვლება ყველაფერი დროის ცვალებადობა ადრე რაც იყო კი ადრე რაც იყო ეხლა რაღაცები უფრო მეტად ლაგდება იوارცხნება და უფრო დალაგებულად არის ჩემ დროსაც რაღაცები მსმენია პირადად მე რო თქვა რომ ჩემ თავზე რაღაც გამომისცია თქო მოვიტყუები მსგავსი არ ყოფილა არასდროს თუმცა მაინც ვფიქრობ რომ აი დისციპლინა და აი ეგ ყველაფერი ერთმანეთთან ვფიქრობ რომ კავშირში საერთოდ არ არის იმიტომ რომ მასწავლებელი პირველ რიგში ვფიქრობ რომ უნდა იყოს ძალიან მაგარი ფსიქოლოგი, ძალიან მაგარი მეგობარი და ისეთი როგორ თქვა, გვერდში მდგომი ადამიანი, რომელიც მერე უკვე კი გამოიმუშავებს ბავშვი იმას, რომ აი ის დისციპლინა თავისით მოვა. როცა უკვე ბავშვთან ესე ხარ, ანუ ძალიან მეგობრული ხარ, ძალიან ანუ ფსიქოლოგიური მიდგომა ძალიან საჭირო, იმიტომ რომ აი ამ რაღაცა ყვირილით, აი ამ სიმკაცრით იმ ეტაპზე მივიღებთ შედეგს, მაგრამ ანუ დაიშლება აუცილებლად კი. ანუ რაღაც პერიოდის მერე აუცილებლად ან მოსწავლე წავა, ან საერთოდ სურვილი არ გაუჩნდება, რომ შეიძლება ცეკვად შეზიზღდეს, იმიტომ რომ გარემო სადაც ბავშვი მოდის, უნდა იყოს ძალიან ჯანსაღი, ძალიან სუფთა. არანაირი დაძაბულობა და სტრესი, იმიტომ რომ პირიქით ხდება ხოლმე, რომ ბავშვები როცა მოდიან სახლიდან ძალიან ბევრჯერ ყოფილა ხოლმე, რომ აი როგორ თქვა, ბავშვს ეთყობა სახეზე რაღაცა სტრესი, დაღლილობა, აი შეშფოთება, რაღაცა ვერ არის სახლში კარგად და ეს ყველაფერი ძალიან იგრძნობა. ბევრჯერ ყოფილა ხოლმე, რომ მიფიქრია, ოღონდ ეს არ ყოფილა რაღაც, ეს მოიტანა დრომ და გამოცდილებამ, რომ მე მსგავს რაღაცებზე დავიწყო აღქმა, იმიტომ რომ მოგატყუოთ ადრე ამ ყველაფერზე არ მიფიქრია, მაგრამ მე უკვე რაღაცა ეტაპები, რაც მოვიდა ჩემ ცხოვრებაში, ბავშვებთან მუშაობის შემთხვევაში, რაღაცები სხვანაირად დაალაგდა, იმიტომ რომ დავიწყე უკვე შემჩნევა იმის, რომ ბავშვი მოდის დასტრესილი, ბავშვი მოდის შეშფოთებული რაღაც არ არის რიგზე და ანუ ამ ყველაფრის მოსმენა ვისწავლე, იმიტომ რომ ეს ჩემი ვალდებულებაა, რომ აი სხვანაირი ფსიქოლოგიური ამბით დავიწყე უკვე ბავშვებთან ურთიერთობა, რომ ის ანუ გავრბის რაღაც პრობლემას კონკრეტულად და მოდის შენთან, სადაც ანუ როგორ თქვა, ძალიან დიდ თავისუფლებას პოულობს და თავისი სხეულის ენით თუნდაც გამოხატავს იმ ყველაფერს, რაც თავისშია და აი ძალიან სწორი მიდგომა არის ხოლმე საჭირო მაგ დროს რომ დაინახო იმ მომენტში ბავშვს რა უნდა, იმიტომ რომ ის შენზეა, ანუ ესე ვთქვათ, დაყრდნობილი და დამაგრებული და მოსულია შენთან. იმიტომ რომ იყოს თავისუფალი, იმიტომ რომ იყოს ძალიან ბედნიერი და ანუ უბრალოდ იყოს ჯანსაღ გარემოში, სადაც არ იქნება არანაირი შენიშვნა, არანაირი სტრესი, არანაირი დაცინვა, ანუ აი ეს ყველაფერი იქნება თავიდან ბევრჯერ არის ხოლმე რომ ესეთი რაღაცები ხდება სამწუხაროდ, ანუ ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში ესე ვიტყოდი და ხშირად ესენი ბავშვებზე აისახება ხოლმე და ამიტომ ვიზახი რომ ძალიან მნიშვნელოვანია როგორც სახლის როლი, ესე ვთქვათ, ბავშვის ცხოვრებაში, უკვე მერე ის ბავშვი სხვანაირად მოქმედებს, თუნდაც ცეკვაზე სხვანაირად ცეკვავს, განსხვავებულია, უფრო ლაღია, უფრო ბედნიერია და უფრო ცდილობს რომ თავისი თავი კარგად წარმოაჩინოს და აი მაქსიმალურად გამოხატავს თავის ემოციებს და ყველა ბავშვს ეთყობა აი რაღაცა თუნდაც ბევრჯერ ყოფილა ხოლმე რომ აი ჩემი შვილი მაგალითად აი რატოა ესეთი მორცხვი როგორი აი ხობს აი შედარებებიც კი ძალიან რთულია იმიტომ რომ არასდროს არ მიყვარს როცა მშობლები ამ შემთხვევაში ბავშვებს ადარებენ ერთმანეთს და აი ხვის მაგალითი ამბობენ რომ აი ის რომ კარგია და ის რომ ცეკვავს ჩემი შვილი რატო ესე არ იქცევა ან პირიქით და აი ძალიან ინდივიდუალურია იმიტომ რომ უნდა შეძლოს მშობელმა დანახვა თავისი შვილის მოსმენა რა უჭირს რა უნდა როგორ უნდა აი ზოგჯერ არის ხოლმე რომ მშობლების ნება უფრო მაღალია ამ ყველაფერზე და მშობელს უნდა ოღონდ მე ვიძახი მშობელმა შეიძლება გადაწყვიტოს ეს ყველაფერი 4 წლის და 5 წლის ასაკში რომ ბავშვი მიიყვანოს სწორ ადგილას და მისცეს სწორი რჩევა იმიტომ რომ მაგ ასაკში ვფიქრობ რომ ბავშვმა საერთოდ არ იცის რა უნდა ცხოვრებაში მაგრამ მერე უკვე იწყება ეტაპები სადაც მშობლები ვალდებულები არიან ვფიქრობ რომ თავის შვილს მოусმინონ რა უნდათ რა უხარიათ როგორ წარმოუდგენიათ თავიანთი ყოფა, იმიტომ რომ რაღაცა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ფსიქოლოგიურ ამბავს, მე ვფიქრობ, ყველა სფეროში ალბათ
ცეკვა არ არის გამონაკლისი, მაგრამ ეს არის პირადად ჩემი გამოცდილება, გამოცდილება ალბათ რაც დამინახავს, რომ აი რა უნდა ბავშვს და მე ძალიან რთულია, იცი, ანუ პედაგოგიურად, ანუ გარდა იმისა, რომ შენ რაღაცა მუშაობ, იქ მოძრაობებს ასწავლი და ცეკვა მარტო ეს არ არის, რომ რაღაც შემოვიდეთ, მუსიკა ჩავრთე, წავიდა მოძრაობა, ყველა სწორია და მაგაზეც ალბათ ვისაუბრებ მე, იმიტომ რომ სწორი ახმა ჭირდება ამ ყველაფერს. მან ძალიან ბევრი სხვა რაღაც არის, რითაც შეიძლება რომ შენ ბავშვი გამოყვებო და ზოგადად ძალიან ისეთი დატვირთული წავიდეს შენგან. კი, იდეის შემდეგ კითხვა დავფარეთ, ანუ თავშესაფარი არის პრინციპში ბევრი ბავშვისთვის ცეკვა. ვიტყოდი ესე, რომ სწორი გაგებით, ანუ სწორად რომ აღვიქვათ, ეს ყველაფერი არის თავშესაფარი, იმიტომ რომ ბავშვი იქ პოულობს ანუ თავისუფლებას. იდეაში რაც უნდა რომ იყოს და ცდილობს რომ თავის პრეზენტაცია გააკეთოს. საკუთარი თავის გამოხატვა შეუძლია ისე რომ არავინ არ ბოჭავს ხელში. არავინ არ ბოჭავს, არანაირი სტრესი არ არის. ყოველ შემთხვევაში იცი რა არის, ესეც მასწავლებელზეა დამოკიდებული, რომ სტუდიაში შექმნას ისეთი სიტუაცია და ისეთი გარემო კონდეს ჩანსაღი, რომ არანაირი, ანუ რთულია ძალიან, ვერ გეტყვით რომ მარტივია, იმიტომ რომ ამაზეც ცალკე გიწევს მუშაობა, რომ დღევანდელ ცხოვრებაში ძალიან ბევრია ბულინგი, ძალიან ბევრი რაღაცეებია, ისეთი რაც თანხლები პროცესია ამ ბავშვებთან ურთიერთობის, მაგრამ ალბათ რაღაცა საჭირო ბალანსი უნდა იპოვო, რომ ხო ეს ყველაფერი დააბალანსო, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც, ანუ ორივე ერთად არის რა, როგორც მშობელი უნდა იყოს ძალიან ჩართული, ასევე მასწავლებელი უნდა იყოს ძალიან ჩართული და ეს ერთმანეთთან ბალანსში უნდა იყოს, რომ ბავშვმა რაღაცა ის ჰარმონია იპოვოს, რომ აი ცეკვაზე მივდივარ, სტრესი კი არ უნდა იყოს, რომ აი ცეკვა მაქვს დღეს და მე ანუ მომისმენია ძალიან ბოჭი, რომ მე ხა ცეკვაზე და აი მე უბრალოდ ვერ წარმომიდგენია, რომ ცეკვა, აი თვითონ სიტყვა ცეკვა რაღაცა ხო აი ბედნიერების ჰორმონია რაღაცა აი ძალიან ბედნიერება, ანუ ბედნიერი ხარ ცეკვავ და წარმოიდგინე შენი ცეკვით კიდე სხვასაც აბედნიერებ, კიდე სხვა რაღაცაა და აი რაღაცა სწორი მიდგომებია საჭირო რა ალბათ ყველა სფეროში. კი, განსაკუთრებით მე ჩემს თავზე ვიტყვი, რომ ამ სფეროში ძალიან მნიშვნელოვანია. ნამდვილად. აი ძალიან აქტიურია ამ ნაწილზე, რომ სკოლის გარეთ იჩენენ კიდე მეგობრებს. აი პრაქტიკიდან გამომდინარე, რამდენად ესე ვთქვათ, მყარი მეგობრული ურთიერთობები აქვს ბავშვებს ამ დამატებით წრეებზე, ასე ვთქვათ. მგონი რომ ცოტა უფრო ღრმადად კი, სწორია ნამდვილად, იმიტომ რომ როგორ არის იცი, თითქმის აი ჩემი გამოცდილებიდან მე როცა ვცეკვავდი ესე ბავშვობის ასაკში, თითქმის ანუ ნუ სკოლის მეგობრებიც ძალიან ბევრი მყავდა და გარეწრის, მაგრამ აი როგორ თქვა, აი ესე ბირთვი, ვიზეც ვიყავ ესე თქვა დაყრდნობილი მთელი ცხოვრების განმავლობაში იყო ხოლმე, რომ თითქმის ანუ უმეტეს დროს ვატარებდი ხოლმე დარბაზში და გვაერთიანებდა საერთო საქმე. და რაღაც აი როცა 7 დღიდან პირობითად 6 დღე ატარებ სტუდიაში, მიდიხარ ვარჯიშებზე, რეპეტიციებზე, საერთო მიზნებია, საერთო სწრაფვებია, იქ საერთო თავგადასავლებია, იმიტომ რომ რაღაცები იგეგმება, იქ კონკურსები ფინალ, ზბორები გაქვს, ყოველ კვირა ჩემპიონატებია და ანუ საერთო ბევრი, ესე თქვა, დაგროვებული რაღაცეები, მე ერთობლივად უფრო, როგორ თქვა, დიდ რაღაცა მეგობრულ, აი ესე ძაფს ქმნის, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი და ალბათ გამოცდილების მხრივაც უფრო მეც და რაც მომისმენია პირობითად უფრო ესე ვთქვათ, ანუ ბევრი არის მოცეკვავის ცხოვრებაში, აი მოცეკვავე მეგობრები, რომ უფრო საერთო ინტერესიც და ალბათ უფრო გაგებაც სხვანაირია, მიდგომაც სხვანაირია. სხვანაირ გარემოშიც ხედავ, იცი ერთმანეთს სკოლისგან განსხვავებით და შეიძლება ესეც ახდენდეს. კი და ალბათ კიდევ არის მეორე თემა, რომ სადაც არის ბულინგი, ანუ აი მსგავსი შემთხვევა მქონდა რამოდენიმე პერიოდის წინ, რომ მოვისმინე, რომ აი სკოლაში რომელიღაც კონკრეტული მოსწავლე გახდა ბულინგის რაღაცა სხვა არ ვიტყვი, მაგრამ იყო რაღაც ეტაპზე ბულინგი, რომ აი რაღაცა განსაკუთრებული ჟანრია ჩვენი სამეჯლისო ცეკვები და რაღაცა ცოტა სტერეოტიპულია ეს ყველაფერი და რამდენი ადამიანიც არსებობს, იმდენი შეხედულება, იმდენი აზრია, ვიღაცა შეუძლია რომ ეს თქვას, ვიღაცა შეუძლია რომ ის თქვას და უბრალოდ ბავშვების ასაკში ეს არის ცოტა რთული, იმიტომ რომ მე რაც შემიძლია რომ ესე ვთქვათ, გადავხარშო და აი შენ სწორად რომ გაიგო იმ ყველაფერს 12-13 წლის გოგონა ვერ იგებს, იმიტომ რომ არის სტერეოტიპულ გარემოში და ვიღაცა რომ ეთქვის რომ ეს ანუ პირობითად რაღაც ასაცილოა შეიძლება ანუ
თვით კომპლექსი გაუჩნდეს და თქვას რომ რაღაც ასაცილოა და იყო ხოლმე ესეთი შემთხვევა და მე ყოველთვის ვცდილობ ხოლმე და ძალიან მადლიერი ვარ ყველა იმ მშობლის ვინც ესე სიღრმისეულად ერთვება თავისი შვილის ესეც წარმატების ნაწილია იმიტომ რომ უნდა ვიცოდე იმიტომ რომ აი რა უჭირს თავის შვილს ცეკვის გარეთაც რომ მე ჩემი რაღაცა გამოცდილება იქნება ეს თუ რაღაცა სხვა რაღაცებით მივეხმარო და რჩევა მივცე თუ როგორ უნდა მოიქცეს და ნამდვილად ესე იყო და იცი როგორ არის მაინც მე უყურე აი გარემო სკოლა პირობითად რო ავიღო და ცეკვა ახთენს გავლენას და მე ანუ რაღაცნაირად შეიძლება გაურბიხარ რაღაც არ მოგწონს და სადაც საერთო აზრი ტრიალებს ანუ აი მანდ მივედი რომ სადაც საერთო შეხედულება გვაქვს სადაც საერთო რაღაცებზე ვთანხმდებით მე უკვე ის ყველაფერი ილექება და თუმცა ძალიან ბევრი სკოლის მეგობარი მყავს ძალიან ბევრი ბავშვობის მეგობრები და შენ ძალიან კარგად იცი რომ დღესაც მოვედი შენთან და ძალიან საინტერესო ამბით საერთოდ ვერ ვფიქრებდი რომ ამ ამბით მოვხვდებოდი და ნუ ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ურთიერთობები მაინც ბალანსდება მაგრამ თუ კითხვა იქნება ესეთი რომ არის თუ არა მნიშვნელოვანი ერთადერთი მნიშვნელოვანია ალბათ რაც შეიძლება იყოს პროფესიული მეგობარი იმიტომ რომ ეხა ეს ზოგისთვის არის ცეკვა თამაში გართობა და დროს ტარება, მაგრამ არის პროფესია და ხო, იმიტომ რომ ახლა მე პროფესია ჩემი და ძალიან ბევრი პროფესიული მეგობარი მყავს, რომელიც ერთად მოვიდივართ. ვერ იწუწუნებ მინიმუმ ისეთ რაღაცა ვერ გაგიგოს. ვერა, ნამდვილად. ის ჩვენ ხუმრობთ ხოლმე მეგობრები რა შევიკრიბებით, ვინც მასწავლებლები ვართ, ოღონდ არ აქვს მნიშვნელობა მასწავლებელი, სკოლაში ხარ, ქორეოგრაფი ხარ, აი მასწავლებელი ტიპი რო ხარ რა. ვფიქრობთ ხოლმე რომ ეხა ბავშვებზე არ გვინდა ლაპარაკი და იწყება საუბარი ბავშვებზე და მთავრდება ბავშვებით. ხო, ანუ ცხოვრების ნაწილია და მაგითო. აი, წეგან ძალიან კარგი რაღაც ახსენე, რომ მაინტერესებს, აი, მაშინ არსებობთ ეგრე გავიგე, რომ მაინტერესებს იმ ჩემი მოსწავლის ცხოვრებაში, სკოლაში ან სადღაც რა ხდება იმ თვალსაზრისით, რომ მე ეს ყველაფერი გავლენას ახდენს თუნდაც ცეკვაზე. ეგ ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია და აი, სტერეოტიპულად ადამიანებს რო გონიათ, რომ მასწავლებლობა თუნდაც სკოლის ან რა ვიცი, ქორეოგრაფობა არის, რომ კარს შეიხურავ, ჩაატარ გაკვეთილს გამოიხურავ და გამოხვალ არ არის, იმიტომ რომ ეს ყველა ემოცია მე მახსოვს ხოლმე რომ გაკვეთილზე ბავშვი დავინახავ რაღაცა ვერ არის ხასიათი. შეიძლება მთელი 2 დღე ვიფიქრო იმაზე, რომ აი რა ჭირდა იმ დღეს. ამიტომ მირჩევნია ხოლმე რომ მივიდე და ვკითხო რა. და ეგ ძალიან მნიშვნელოვანია რომ მასწავლებლობა რაღაცა ემოციურად დატვირთული. კავშირიც არის ერთმანეთთან კი, იმიტომ რომ როგორი რაღაც არის იცი, ანუ როცა ბავშვი შენთან მოდის შენ ხდები იმის ცხოვრების ნაწილი. ანუ ეგ არის ძალიან დიდი რამ, იმიტომ რომ მასწავლებელი, ანუ ეს ცალკე აღებული თემაა და ყველაზე რთული ალბათ ჩემთვის ეს არის. ანუ თუ ვინმე შემეკითხება რა არის რთული შენთვის როგორც ქორეოგრაფისტვის, ალბათ ის არის რთული რომ ხდები ბავშვის ნაწილი, ცხოვრების ნაწილი, ვარ ანუ იმის ცხოვრებაში მთლიანად ჩართული და ანუ აი ეს პერიოდია რთული რომ მასთან ერთად იზრდები, მასთან ერთად ალაგებ ამ ურთიერთობებს, იმიტომ რომ ეს ყველაფერი მაინც მიდის უკვე მე პროფესიულ ჭრილში ზემოთ და ეხმარება იმ ბავშვს საერთო ჯამში რომ ჩამოყალიბდეს პროფესიონალად და მარტო ანუ აი უბრალოდ როგორ თქვა შეფუთულია ლამაზე და აი რაღაცას რო უყურებ და ცეკვა უირა კარგია და ბრავო მაგრამ ანუ იმის იქით ძალიან დიდი შრომა პედაგოგის კონკრეტულად იმიტომ რომ აი კიდე ხაზს გავუსვავ რომ ხდები იმ ბავშვის ნაწილი და ინტერესში ხარ ყველა იმის დეტალზე როგორ იქცევა რა საკეთებს თუნდაც სკოლაში როგორი მეგობრები ყავს ოღონდ მე არ ვიძახი რომ გავლენას ახდენ ეს კიდევ სხვა რაღაცაა რომ გავლენას ახდენ არა ერთვება აქ ისეთი პროცესი რჩევას აძლევ და ანუ შენ ინტერესში ხარ რომ ის ბავშვი როგორ მოქმედებს თუნდაც აი ძალიან ელემენტარულია მაგრამ როგორ აცვია როგორ გამოიყურება რას მიირთმევს როგორ წრეში ტრიალებს აი ხა მე მაგალითად ჩემო სწავლებთან ძალიან ჩართული ვარ ამ ყველაფერში იმიტომ რომ რაღაცნაირად მაინც ვცდილობ რომ აი ჩვენ ზოგადად ცეკვა ვფიქრობ რომ ძალიან დიდი ესთეტიკაა ანუ სცენაზე მოითხოვს ძალიან დიდ ესე ვთქვათ ვიზუალურ მხარეს და აი ვცდილობ ყოველ შემთხვევაში რომ ყველა ჩემი მოსწავლის რაღაც ანუ ყოფით პროცესში ვიყო ჩართული და ბევრჯერ ყოფილა ხოლმე რომ აი მშობლებს რაღაც თორი დაუდიათ მიმიწერია რომ ანუ ნუ ჭამს ეგ ბურგერს და რაღაც ანუ უთხარი რომ ჭამო ხო ესეც ხუმრობით რა თქმა უნდა მაგრამ ანუ მაინც ვცდილობ რომ რაღაცნაირად ბავშვმაც იგრძნოს რომ ანუ მე იმის ცხოვრების ნაწილი ვარ იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ მე ის ყველაფერი საბოლოო ჯამში როცა გადაწყვეტავს რომ იყოს პროფესიონალი კარგად აისახოს მის ცხოვრებაში ხო რომც არ გადაწყვეტოს და უბრალოდ მაინც ხარ რა მის ცხოვრებაში შეიძლება არ გაყვეს ესე პროფესიულად მაგრამ ახდენს გავლენას იმიტომ რომ შენმა ნათქვამმა ერთმა სიტყვამ შეიძლება რაღაცა
ძალიან დიდი გავლენა მოახდინოს. ამიტომ ძალიან ესე სიტყვები უნდა სიტყვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. რომ რანაირად ვეტყვით. მე ბავშვებს ვეუბნები ხოლმე ხშირად, რომ აი ადამიანები ვართ და აი გულწრფელად თუ რამე შემეშალა მითხარით, იმიტომ რომ შეიძლება მომენტში გქონდეს რომ რაღაც გადამეკეტოს რა. ადამიანები მასწავლებლებიც ანუ ყველანი. მაქსიმალურად ზომავ, მაგრამ მეთქი თუ ზედმეტი მომივიდა სიტყვაზე ვეუბნები რომ მითხარი რა, მისჩვენია მითხრა, იმიტომ რომ რაღაც ვიდრე გულში ჩაიტოვო, იმიტომ რომ მეშლება ხან რაღაცები და მეც რაღაცები თუ მწყმის ხოლმე პირდაპირ ვეუბნები რომ ეხა უბრალოდ მეწყინა რა, ანუ არც უბრალოდ გაუბრაზდი, აი ემოციებს რასაც გზნობ, ვეუბნები. მე რა რომ მასწავლებელი ვარ, თავიდან იყო ხოლმე რომ მასწავლებელმა რაღაცები არ უნდა შეიმჩნიო, რას ქვია არ უნდა შეიმჩნიო, თუ არ შეიმჩნია ბავშვს რანაირად ასწავლირო. იმპულსები აქვს მასწავლებელს და ბუნებრივობა ეგ არის ზუსტად. მე ბავშვს აჩვენებ რომ რაღაცები არ უნდა შეიმჩნიო და ამიტომ ნიშნავს. თუ ხარ ესეთი მოწყეპილი მასწავლებელი, იქ აუცილებლად მე წამოგაყვირებს რაღაც, რაც შენი არ არის და პროსტა აღებული გაქვს ვიღაცისგან და ნამდვილად ეგრეა. შენ ფაქტობრივად შეგვიძლია ვთქვა 17 წლიდან ასწავლი, ხო? კი, 17 წლიდან ვასწავლი და ძალიან საინტერესო. სწავლებას და ქორეოგრაფიას შორის რამე განსხვავება არის? იდეაში მეგონი დაფარეზე განა ის. დიდი სხვაობა ძალიან და ორივე ძალიან საინტერესოა, რო გითხრა, ანუ აი რომელს ავირჩევდი, ალბათ უკვე ძალიან დიდი ხნის გამოცდილებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ქორეოგრაფიას უფრო, იმიტომ რომ იქ ძალიან სხვა პროცესებია, მაგრამ ის პროცესი როცა უშუალოდ შეხარ ჩართული და ცეკვა, ესეც ძალიან მაგარია, იმიტომ რომ შეხარ ადამიანი, რომელიც სხვას ანიჭებ ბედნიერებას, იმიტომ რომ მოდიან ადამიანები შენთან, იმიტომ რომ წაიღონ მაქსიმალურად დიდი ემოციები, იყვნენ ბედნიერები, მიიღო ძალიან ბევრი აპლოდისმენტები და ანუ როგორ თქვა, კომფორტის ზონაში ხარ, იმიტომ რომ შენი თავი მაქსიმალურად წარმოაჩინო და ის რაღაცა ინაპერწკალი, რასაც იქ ანუ დაუვიწყარია უბრალოდ, რასაც ანუ სცენაზე განიცდის არტისტი და მოცეკვავე, აი ვერაფერს ვერ შეადარებ, იმიტომ რომ შენ გადიხარ, იმიტომ რომ ანუ მაყურებლისგანაც აიღო ის ემოცია, რაზეც ამდენი ხანი მუშაობდა. ამავდროულად ანუ ვალდებული ხარო ძალიან დიდი ემოციით გაუშვა მაყურებელი და მაინც ანუ ორივეს, იმიტომ რომ დღემდე ვცდილობ რომ რაღაცნაირად ბალანსი დავიცვა, კი, იმიტომ რომ აი ვერ ვიტყვი უარს ის რაც ჩემი ცხოვრების ნაწილია და სულ ვცდილობ ხოლმე რომ ბავშვსაც უნდა რომ მყავდეს წარმატებული მასწავლებელი, უნდა რომ ბავშვსაც ხედავდეს სცენაზე, მშობელსაც უნდა, იმიტომ რომ მაინც გინდა არ გინდა მასწავლებლობა გადის ბავშვის ინსპირაციაში და ანუ ხარ ესე ვთქვათ სარკე ბავშვის, იმიტომ რომ კი აუცილებლად ეგრეა და მეც ესე ვიყავი რომ რაღაცა მასწავლებელი ხარ მისაბაძი ადამიანი, რომლითაც ბავშვი ესე ვთქვათ საზრდოობს და რაღაცა უნდა რომ შენ მაგალითი აიღოს რაღაცეები, თუნდაც სცენაზე, ანუ სცენას რომ თავი დავანებოთ, სხვა ყოფითი ცხოვრებისეული რაღაცები, მაგრამ ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ძალიან ბევრჯერ მომისმენია რომ აი ჩემო შვილმა იქ დაგინახათ და ძალიან ბედნიერი იყო და უკვე ანუ აი სიმხელა რაღაცას ნიშნავს ჩემთვის რომ აი ეს ერთი სიტყვა თუნდაც რომ აი ვიღაცას მივანიჭე ბედნიერება რომ აი სადღაც დამინახა და აი რაღაცა გავაკეთე და თურმე მოეწონა და ორივე რა ალბათ ორივე ამასაც თავის პლუსები აქვს და იმასაც თავის პლუსები კი ანუ ფაქტობრივად შეგვიძლია ვთქვათ თითქმის 13 წლიანი სწავლობის გამოცდილება გაქვს 13 წლიანი სწავლობის გამოცდილება და ცოტა ისეთი თავიდან ცოტა ისეთი იყო ეს ყველაფერი, იმიტომ რომ მე სკოლაში ვსწავლობდი, როცა გადავწყვიტე რომ აი ეს ჩავჭიდებოდი ამ ქორეოგრაფიულ ჭრილს და დამეწყო ანუ ეს ცოტა თავი განაცხადი გავაკეთე ჩემ თავთან, რომ ანუ მინდოდა რომ ანუ გამიჩნდა იმის ამბიცია, რომ მოდი ახლა ეს ყველაფერი უკვე სხვებსაც ვასწავლოთ და საინტერესო მომწონდა ყოველთვის, როცა ვუყურებდი, აი ესე შორიდან სიღრმისეულად არ ვიცოდი რა თქმა უნდა, მაგრამ აი მომწონდა რაღაცნაირად რომ ჩემი ცოდნა რაც მქონდა გამეზიარებინა სხვებისთვის აი თუნდაც ის დისციპლინა რაც არის აი ბავშვებთან ურთიერთობა მშობლები რაღაცა ბევრი ფერადი დღეები კონკურსები სცენა და რაღაცები და თავიდან ვთქვი რომ მოდი აბა მეთქი გავაკეთებ მაგრამ რომ გითხრათ ანუ ძალიან გამიჭირდა იმიტომ რომ არ იყო მარტივი ვიყავი ძალიან პატარა და პირველად მახსოვს რომ მქონდა დოლიძეზე სტუდია თბილისში და აი რაღაცნაირად მე თვითონ რომ გადავწყვიტე რომ მივსულიყავი და რაღაცა ის საათები ამეღო და უკვე აი თან აი არაფრიდან აი წარმოიდგინე რომ არაფერი არ ხდება
უბრალოდ მიდიხარ რაღაც იდეები გაქვს, ზოგი ვიღაცისგან დაინახე, ზოგი წაიკითხე, ზოგი იცი, ანუ უშუალოდ მეც რა დავდიოდი ჩვეულებრივად ცეკვის გაკვეთილებზე და იყო ჩემ ცხოვრებაში პერიოდი, როცა მე დავდიოდი ცეკვის გაკვეთილებზე და მეც ვასწავლედი, ანუ რასაც ვსწავლობდი, იგივეს ვუზიარებდი, ოღონდ ამ ყველაფერზე მე თავიდანვე მქონდა ეგ რომ მუშაობდი, ანუ როგორ უნდა მესწავლებინა სხვისთვის. თან ახლა ანუ ვიტყვი რომ ძალიან არა ეხლა 17 წლის ადამიანი არ არის ისეთი გამოცდილი და რაღაც რომ ის ყველაფერი ძალიან პროფესიონალურად დასწავლო და ამას ახლა ძალიან ბუნებრივია. უბრალოდ აი რაღაც მე ფუთავდი კარგად როგორ აი ესეც ალბათ რაღაცნაირად როგორ ვთქვა მადლიერი ვარ ღმერთის რომ ეს ნიჭი მომცარო რაღაცნაირად შევძელი რომ აი მესწავლა მე მესწავლებინა სხვისთვის მე და აი ეს ყველაფერი დაგროვდა აი 17 წლიდან დავიწყე მახსოვს რომ ყავდა 4 მოსწავლე მგონი, 4, აი 4 ადამიანმა გადაწყვიტა რომ მოსულიყო ჩემთან. 17 წლის ბიჭთან, ანუ ესეც ძალიან ისეთი ამბავია, რომ ხა ანუ მენდობი და აი 17 წლის ხა ბევრია, რომ ანუ კითხულობს ჯერ გამოცდილებას არის რამდენი ხანი იმ პერიოდში როცა დაიწყე შენ, ეხლა უფრო არის მიმღებლობა რაღაცეების მიმართ, მაგრამ სადღაც საუბარია 12, 13, 2012, 2013 წლებში, 14 სკოლა დავამთავრე. კი, და ანუ იყო რომ 4 ბავშვი იყო მახსოვს, ოღონდ აი იყვნენ ბავშვები, აი პატარები, რომლებიც ალბათ იქვე ცხოვრობდნენ იმ დოლიძეზე და რაღაც აი რო გაიგეს რომ აქ ცეკვა გაიხსნა და რაღაც ვიღაც სამეჯლისო ცეკვას ასწავლის, აი ესე ნელ-ნელა დავიწყე. მოდი მივიყვანოთ აბა როგორი იქნება და მე აღმოჩნდა ისე რომ ანუ პარალელურად ვიფიქრე რომ მოდი მოყვარულების ჯგუფიც გავაკეთო უფროსებისთვის და უკვე იქ იყო ზუმბა აერობიკა და სამოყვარულო ცეკვები და ხა მოყვარულებთან მუშაობა მაინც უფრო დიდი ბედნიერებაა ჩემთვის და ანუ პარალელურად ვიფიქრე რომ მოდი ორივე საქმეს ერთად გავაკეთებთქო და გამიმართლა და მოყვარულებში ბევრი მოვიდა. სადღაც 12 ადამიანი იყო, ოღონდ აი ძალიან უფროსები, დედა ჩემის ხედა უფრო მეტი აი და ხელი თუ შეიძლება ცოტა დავიბენი, იმიტომ რომ ანუ არ ვეღოდი სიმართლე გითხრა, უბრალოდ აი გამართლებაც არის რაღაცნაირად აი გამართლა მოვიდა 12 ადამიანი და უკვე მე პროცესი რო ახლა ისინი უფროსები არიან, როგორ უნდა მემუშავა მათთან, რამდენად ანუ ძალიან თან ანუ ესე ხო გიყურებენ რაღაცა 17 შეხელა შვილი მყავს და რაღაც და ანუ რთულია, მაგრამ აი ეგეც ძალიან საინტერესო იყო კი. იმიტომ რომ პირველი წელი რო ჩავამთავრე ესე რაღაცნაირად მთელი ამბებით ჩემ თავთან ბევრი რაღაც კომპლექსებით, სიმართლე რო გითხრა, ძალიან ბევრი კომპლექსები მქონდა და დღესაც მაქვს რაღაცეები დარჩენილი, ესეც ალბათ, რა ვიცი, ჩვენი პერიოდის და დროის არის, თუმცა ძალიან ბევრს მუშაობდი, აი დავიწყებდი ხოლმე, ძალიან ბევრი რაღაცებს ვაკეთებდი და მოკლედ აი ძალიან ბევრი აი ესე ტრიალების მერე შევდიოდი ხოლმე გაკვეთილზე და აი რაღაც სიტყვები რო გეშლება და რო ხვდები რომ ის არ უნდა გითქვა, ანუ მან ეხლა არის ისეთი საკითხიც რომ არიცი სიტყვა რა უნდა მოზომო, როგორ უნდა თქვა, როგორ უნდა მიეწოდო, აი კიდე რომ ლამაზად გამოგივიდეს და თან ანუ რაღაცა სხვანაირად გამოგდის და აი გამოცდილება ეგეც, მაგრამ ძალიან საინტერესო, ეხლა რო ვიხსენებ, სულ ამბობ ხოლმე და ძალიან ბედნიერი ვარ რომ ყავდა 4 მოსწავლე და არასდროს არ მქონია ის განცდა რომ აი რაღაც უნდა მყავდეს 12 ადამიანი და 30 კაცი უნდა იყოს ჯგუფზე, იმიტომ რომ 4 მოსწავლით დავიწყე და ის 4 ადამიანიც რომ მოვიდა და ნდობა გამომიცხადა და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ხა ანუ 17 წლის ძალიან პატარა ხარ, რომ მქონდეს იმის ამბიცია რომ საკუთარი კი ანუ რაღაც სტუდია მქონდეს, იქ ასწავლო და შენი ცოდნა ჯერ კიდევ არ არსებული, ანუ 17 წლის ასაკში ვერ გიქნება ისეთი ჩამოყალიბებული ცოდნა და ეს რო გინდა რომ სხვას გაუზიარო და ძალიან ბედნიერი ვიყავ. აი, გავბედე რა, მაგ გავბედის სამსახურება ალბათ სადაც ეხლა ხარ. ნამდვილად. ხო, იმიტომ რომ შეიძლება რო გადაგედო მირისთვის მე იცი როგორ არის, მე ვფიქრობ რომ ძალიან დიდი როლი, აი ამას ვიტყვი, იმიტომ რომ ძალიან დიდი როლი მიუძღვის ოჯახს ამ ყველაფერში და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ჩემ ოჯახზე ვიტყვი პირადად, იმიტომ რომ ძალიან დამეხმარენ და ზუსტად იმ ყველაფერს ვუზიარებ მე ჩემ მოსწავლეებს, რაც პირობითად მანამდე ვისწავლე ოჯახში, სიძლიერე, ის სიმტკიცე, ის თავდაჯერებულობა, სიყვარული და აი ძალიან ბევრი ჩამონათვალი ხა როგორც ვიცი რომ ყოველს ოჯახში ესე ისწავლება და ოჯახი არის სარკე, ეს ნათქვამი რა ვიცი ძალიან მიყვარს და მართლა ისე, იმიტომ რომ მე უკვე ოჯახიდან გამომდინარე ვცდილობ რომ შენი ოჯახი
ცეკვის ოჯახს ვიტყვი, უფრო აი რაც კარგია, ისე დაალაგო და კონდეს ცხოვრებისეულად ძალიან, ესე ვთქვათ, მაღალი მოთხოვნები შენი პროფესიისადმი და ოჯახი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც ეს ყველაფერი ძალიან სწორად მიიღო და ესე ვთქვათ, მენდო იმ გამბედაობაში, იმიტომ რომ მე რომ ვთქვი რომ კი და იყო რომ მე ვთქვი, მაშინ მახსოვს რომ აი იყო პერიოდი, როცა აი უნდა ისწავლო შენ და რაღაც პერიოდზე ცეკვა დროებით უნდა ყოფილიყო მეორე ხარისხოვანი, იმიტომ რომ იქ მიდიოდა მთელი პროცესები, რომ უნივერსიტეტში უნდა ჩააბარო, უმაღლესი უნდა დაამთავრო და იყო ოჯახში ესეთი საკითხები, მითხრეს რომ მოდი ცოტა ხანი ავიღოთ ტაიმაუტი, ხო, მაგრამ ჩემი მზაობა იყო იმ დონეზე, ანუ მაღალი, რომ მე ვთქვი რომ მაშინ მახსოვს ძალიან პატარა ვიყავი ესე, რომ აი გამოსულიყავი და მე თქვა რომ იცი რა, მე ესე არ მინდა და ესე უნდა იყოს და უთხარი ჩემ ოჯახის წევრებს რომ მეთქი მე თუ არ ვიცეკვებ, ანუ არ ვისწავლი, ვიგულისხმე იმ გაგებით რომ ანუ გულს და სულს ვერ ჩავდებ იმ ყველაფერში და თქვი რომ აუცილებლად ჩავაბარებ თქო და ესეც იყო, იმიტომ რომ ჩავაბარე ჩვეულებრივად ვისწავლე და ანუ როცა რაღაც გინდა ადამიანს აუცილებლად მიაღწევ, იმიტომ რომ ანუ წარმოუდგენელია. იყო პერიოდი, როცა გზაშიც როცა დავდიოდი ხოლმე ესე ვთქვათ მარშრუტკით თბილისიდან რუსთავში კონსპექტებს და ძალიან ბევრ რაღაცებს ხან წერდი, ხან კითხულობდი მასწავლებლებს უგზავნი და მთელი ამბები. ადამიანები ძალიან ხშირად ჩვენი ცხოვრების მანძილზე უშვებთ ხოლმე შეცდომებს. და არის თუ არა შეცდომა, რომელიც როგორც მასწავლებლებს დაგიშვია და რაღაც გასწავლა ამ შეცდომამ. იცი როგორ არის, აუცილებლად დამიშვია და ალბათ დავუშვებ კიდევ და თანხლები პროცესი იქნება, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ იდეალური ანუ ზოგადად არ არსებობს აი ეს გამიგია რომ აი ეს იდეალური მასწავლებელია და რაღაცა სტიგმაა რომ აი ეს არა ალბათ ძალიან ცოცხალი პროცესია იმიტომ რომ ძალიან ბევრი რაღაც აღნიშნე რომ მე ძალიან ბევრი რამ შეიძლება ვისწავლო მოსწავლისგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლო შეიძლება მშობლისგან და ბევრჯერ ყოფილა ხოლმე რომ რაღაც მე მიმაჩნია სწორად აი ესე კონკრეტულად ეხა ესე ვერ გავიხსენებ მაგრამ ყოფილა ხოლმე რომ რაღაც ჩემი გადმოსახედიდან მithქვამს რომ ეს ესე უნდა იყოს მე ეს ყველაფერი ანუ სხვა ეტაპზე სხვანაირად უთქვამს შობელს ჩემთვის ან რაღაც ბავშვს უთქვამს და მიმიღია რომ ეს ჩემი შეცდომაა და დავფიქრებულ ვარ ამაზე და გამომისწორებია. ყველაზე მაგარი რაღაც არის ჩემი აზრით თანხლები პროცესი რომ შენს ანუ აი ბავშვთან, მშობელთან, ცხოვრებასთან ერთად ვითარდები და აი ეს შეცდომების გარეშე რა ვიცი, მაშინ ჩვენი ცხოვრება წარმოუდგენელი იქნება. ნამდვილად ესეა. ან 17 წლიდან 30 წლამდე ასაკი გავთქვი, ვინც არის წოდით ბავშვობა კარგად ჩავჯექით, ერთი ასაკი სავართ. მოკლედ ამ გზაზე ან ფაქტობრივად 13 წელი, ანუ რაც ქორეოგრაფი ხარ და იმაზე დიდი ხანია ცეკო, ხო, ძალიან დიდი ხანია რა, რაც ცეკო. 5 წლიდან. 5 წლიდან. ან მთელი შენი ცხოვრება ამ სფეროში ხარ. აი უფრო ქორეოგრაფიის ნაწილზე მაინტერესებს, აი ამ 13 წლის განმავლობაში ყოფილა თუ არა საკუთარ თავთან კითხვა ან ეჭვი რომ აი არასწორ ადგილას ვარ ან სხვა გზა რო ამირჩია აი საკუთარ თავთან რომ ეგეთი მომენტი თუ გქონია რომ გეფიქროს მაგაზე. იცი რა არის არასდროს ალბათ ვიტყვი, იმიტომ რომ გარდა იმისა რომ კმაყოფილი ვარ ჩემი პროფესიით ეს ისეთია რაღაც ძალიან მარტივი ნათქვამია რომ აი მე კმაყოფილი ვარ, ანუ არა კმაყოფილება არის რომ რაღაცა შენ ამოწურე ეს ყველაფერი დამთავრდა შენ ცხოვრებაში და იმით კმაყოფილი ხარ. როცა მე ვამბობ რომ ეს არის ჩემი ცხოვრების ნაწილი, ვიტყვი რომ ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ ეს არის ყველაფერი. ჩემი ცხოვრება 5 წლიდან დღემდე იყო, არის და ალბათ სულ ესე იქნება და რა თქმა უნდა დარწმუნებული ვარ ცეკვა, იმიტომ რომ 5 წლის ასაკიდან რომ იწყებ, აუცილებლად ხდება ეს ძალიან ორგანული და შენი და უბრალოდ ბედნიერებაა რომ აი დილა იწყება რომ მიდიხარ სტუდიაში, ბავშვები, მშობლები, თავგადასავალი, ანუ აი მე ბევრჯერ ამიღნიშნავს და წერანაც გითხარი მგონი საუბრის დროს რომ მომბეზრდებოდა აუცილებლად ეს რომ არ იყოს ჩემი პროფესიის ნაწილი და ეს ყველაფერი არ მიყვარდეს. ამიტომ მე ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი პროფესიით და იმ შრომით რაც ამდენი ხნის განმავლობაში გავიარე და რასაც კიდე გავული ბევრი წელი ალბათ, იმიტომ რომ მინდა რომ ბევრი წელი ვიცე, აი რაღაცა მოხუცებულ ასაკშიც კი რაღაცა
ცეკვების ამბავში ჩართული. ეხლა ის კითხვა მაქვს, არც მიფიქრია, როცა ვკითხებ, წერდი უბრალოდ საუბარი მოიტანა. აი შვილი როცა გეყოლება და თქვას, გინდა თუ არა რომ იცეკვას პირველ რიგში და რო გითხრას რომ არ უნდა რა ეს შენი ცეკვა, რატო რა გინდა? იცი როგორ არის რაღაცნაირად მეწყინება ვერ ვიტყვი ხარ, იმიტომ რომ მან კიდე სხვა იმპულსებია, როცა მე მშობელი ხდები და რაღაცა გიწევს რომ შვილის ესე ვთქვათ ენას მოусმინო და რაღაცა სხვა განზომილებაში გადადიხარ, მაგრამ ვიმედოვნებ რომ ჩემი შვილი იქნება ადამიანი, ვისაც ეყვარება ცეკვა და რჩევას აუცილებლად მივცემ და ვეტყვი რომ ეს კარგია და როგორ არის იცი, დავანახებ რატომ არის კარგი და რატომ უნდა მივიდეს იქ და ანუ ავუხსნი როგორი გარემოება და ესე ვთქვათ, სუფთა ოჯახი დახვდება და მე უკვე თავის გადასაწყვეტია, ანუ ზოგადად მე ვფიქრობ რომ მაინც აი კიდევ მუბრუნდები მშობლის როლს, რომ თავიდან ძალიან მნიშვნელოვანია სწორად, ხა თუ გადავწყვიტავ რომ 4 წლის ასაკში უნდა იცეკვოს. თავიდან იქნება ჩემი მზაობა, მაგრამ მე უკვე თუ თვითონ არენდომება, რა თქმა უნდა, ესე ძალით ალბათ ვერაფერი ვერ გაკეთდება. კი, რა თქმა უნდა, მე რაღაც ეტაპზე აუცილებლად მობეზრდება, მე არის ხოლმე და ბევრი მქონია ესე გამოცდილებაში, რომ დადიან მშობლების ხათრით, იქ მამიკოს ხათრით, დედიკოს ხათრით, იქ ბებოს უნდა, იქ ვიღაც ხათრით უფრო ქართულ ცეკვებზე. არა, სხვათა შორის მე ძალიან ეხა რაღაცა ჩემ კომპლიმენტებს გავგზავნი ჩემ მშობლებს, როგორც დედიკებს და ესე მამიკებს, იმიტომ რომ მე ვარ ძალიან ამაყი მართლა, რომ ეს ერთი რომ ყავს ძალიან კარგი მშობლები, ანუ ის ადამიანები, ვინც მოვიდნენ და თავიანთ შვილებს მანდობენ და მადლიერი ვარ მართლა რომ ანუ რაღაცა ისე აქვს დანახული თავიანთი შვილების პროფესია რომ ძალიან ბედნიერი ვარ ხოლმე რომ ხედავ მამებს რომლებიც ელოდებიან თავის შვილებს იქ მამებს რომლებიც მირეკავენ ეს იქნება საზღვარგარეთ გასვლები თუ იქნება საქართველოს ჩემპიონატები და ხედავ იმ ბედნიერ მშობლებს არა მარტო დედებს ანუ დედას მამას ბებიას ბიძიას და რაღაცა აი თან განსაკუთრებით როცა პატარა ბავშვი მოდის ჩემთან და ის პატარა ბავშვი უნდა რომ რაღაც ღონისძიებაზე გამოვიდეს კონკურსზე ჩემპიონატზე და მოყვება არმია რაღაცა 18 კაცი და ყოფილა ხომ რომ დაურეკავთ და გიორგი მეწოლა რაღაცა არის ბილეთებში შეზღუდვა რაღაცა 9 მოვდივარ და ძალიან დიდია ჩართულობა სტერეოტიპულია ეგეც იმიტომ რომ რაღაც ქართულ ცეკვაზე უფრო მეტად არიან მამები არა პირიქით და იცი რა არის იქიდან გამომდინარე რომ ძალიან ბევრი ესე ვთქვათ ჩემთან სტუდიაში უფრო მეტი გოგონა დადის ვიდრე ბიჭი აი მამებისთვის გოგოები ხომ იცი როგორ არის და რაღაცნაირად მამების როლიც ძალიან დიდია ხოლმე აი სპორტული ჟინით რომ აი ძალიან კარგი სანახავია შორიდან როცა ვუყურებ ხოლმე მამის იმპულსებს რას გრძნობს როგორც დედის და აი რაღაცა ოჯახი მაინც ვფიქრობ რომ აი ძალიან მნიშვნელოვანია რა ბავშვის ცხოვრებაში იმიტომ რომ ჩვენი ცეკვები აი კონკრეტულად სამედრისო სპორტული ცეკვები არის სპორტი და არ არის მარტო ხელოვნება და იქ სწავლობ რაღაცა თავის გატანას თავის დამკვიდრებას ბევრჯერ წაიქცევი წამოდგები და აი ამ პროცესებში ბოდიში თუ ჩართული არ არის ორივე მხარე როგორც დედა ისე მამა და ამავდროულად პედაგოგი ძალიან რთულია მარტო ბავშვი ანუ ამ ასაკში ესე თავის გზას ვერ გაიკვლევს იმიტომ რომ ბავშვი რომ წააგებს აუცილებლად მშობელმა უნდა უთხრას და გაამხნევოს რომ ბევრს იმუშავებს და ის აუცილებლად მიაღწევს და თუ ეს თანადგომა მშობლის მხრიდან არ იქნება ჩვენთან დაინგრევე მე იმიტომ რომ არ არის მარტივი სპორტი ვიტყვი პირდაპირ ამას აი ბევრჯერ აღნიშნე და ვიტყვი რომ ბევრჯერ დაგეჯახებიან, ბევრჯერ დაეჯახები, ძალიან ბევრჯერ წაიქცევი, მაგრამ უნდა ადგე აუცილებლად და ბევრი ყოფილა ხოლმე რომ აი ძალიან ვერ ადგა და მორჩა იქ დამთავრდა იმის სიყვარული. ალბათ ოჯახის კი, ჩართულობა მზაობა ძალიან დიდია მშობლის. რაღაცა შეაგო ადამიანს რომ ხან წააგებ, ნუ ჩემ ბავშვებს ზოგადად მე ესე ვზრდი და ვეუბნები ყველას რომ ჩემმა მასწავლებელმაც ესე იცოდა ხოლმე რომელიც ძალიან ესე ვთქვათ დიდი დოზით იყო ჩემ ცხოვრებაში და დღემდე ესეა. ლარისა მასწავლებელმა იცოდა ხოლმე რომ იცეკვეთ და იყავით ბედნიერები და აი ეს ფრაზა არის უკვდავი, იმიტომ რომ დღემდე არის რომ ყველაფერი რაც კი ვისწავლე მათგან სადაც დავდიოდი სტუდია თელაში ვცეკვავდი და აი ისეთი ოჯახი იყო რომ იქ იმდენ რამეს ვიგებდი რომ ეხლა რა თქმა უნდა ამ გამოცდილებასაც რაღაც ეტაპზე ჩემს მოსწავლეებს ვუზიარებ, მაგრამ ეს ფრაზა არის უკვდავი რომ იცეკვეთ და იყავით ბედნიერები და ჩემ მოსწავლეებს ვეუბნები სულ ამას რომ შენ თუ ეს ბედნიერებას განიჭებს, ის აუცილებლად მოარა ის პროცესი, იმიტომ რომ თანხლები პროცესია ძალიან ბევრს წააგებ და უნდა წააგო და აუცილებლად უნდა დაიცე რომ მე რადგომ აისწავლო, იმიტომ რომ ესე ხა
რაღაც ისეთი ფრაზა უეკოდვარდივის მოუკრეფიაო, მაგრამ მართლა ესეა, იმიტომ რომ თუ ეს გზა წვალებით არ გაიარე და ესე წარმატება ესე არ მოდის, რომ რაღაცა მე დავწვე და გავიღვიძო და ვაუ რა მაგარია და უცებ მომინდეს ძალიან ბევრი რაღაც ამ ყველაფერს ჭირდება, ძალიან ბევრი შრომა, ბევრი ნერვები. აი ძალიან დიდი ნერვები ჭირდება, იმიტომ რომ რთულია ზოგჯერ უჭირთ ხოლმე მშობლებს კი ნების ყოფა ძალიან მნიშვნელოვანია და ბევრი პროცესის თანხლები, ესე ვთქვათ, მონაწილე ყოფილა, რომ მithქვენ მშობლისთვის, რომ ანუ მშობელთანაც მიწევს ეს ფსიქოლოგიური ამბავი, იმიტომ რომ ვარწმუნებ, რომ იცი რა ხო ძალიან რთულია. მშობლები უკვე არიან ჩამოყალიბებული ადამიანები და უფრო სხვა იმპულსები აქვთ და მე რატო არა და მოდი თუ ესია და თავი დავანებოთ და ხო ეხა ის ცუდია და ის კარგია და ბევრი ყოფილა ეს ანუ ჩემ მშობლებზე კი არა ზოგადად ქვეყანაში ესეა რომ ვიღაც ყოველთვის იტყვის რომ ეს ესეა ის ისეა მაგრამ მნიშვნელოვანი არის რომ ჩემი როლიც მშობელთან იყოს მაქსიმალურად ჩართული რომ აი ავუხსნა როგორ უნდა მოიქცეს და ჩვენი სფერო რას მოითხოვს იმიტომ რომ ძალიან დიდი მენტალური ამბავია და მენტალური გამძლეობა კონკრეტულად ჩვენი სპორტი და რა ვიცი, აბა ვცდილობდა, რამდენად გამომდის ახლა უკვე ამას ჩემი მშობლები და ჩემი მოსწავლეები განსწრიან. მე ჩვენ ყავს ამბევრი და ყოლია ბევრი საერთო მოსწავლე და როცა ამბობენ ხოლმე რომ ცეკვაზე დავდივარ სამეჩას და ეგრევე მერცვა ისე ხრეში გავწარდავი ხოლმე და ეკითხები ვისთან და გიორგი მეთქი მე და გიორგი კლასელები და მას მართლა თქვენ და გიორგი მოსწავლე კლასელები მეთქი რა იყო მე ვთხარი მე გავარდით თუ ის თქვა ეგეთ არა მას უბრალოდ გამიკვირდა. ძალიან მაგარია კი. აი ეს კონტაქტ აი კიდე მარიამ თან ჩვენი კლასელი არის ინგლისურის პედაგოგი და მარიამთანაც ძალიან ბევრი საერთო ის ყავს რა. ხშირია ხოლმე და ძალიან მიხარია სხვათა შორის რომ დომინირებს ესე ანუ ძველი სახელები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია თუნდაც შენ მარიამი და როცა ახსენებენ ხოლმე რომ აი რაღაცა მასწავლმას იმასთან მიბრძდები დავდივარ და ბევრია ესეთი მართლა და ძალიან მიხარია. ძალიან ისეთი კარგი შეგრძნება არა მაგასაც ბავშვებსაც უხარიათ ხოლმე ეგეთი რაღაცები და წარმოვიდგინე ანუ ადამიანებს როგორი შეგრძნებები გვახარებს ანუ რაღაცა იმპულსები გვაქვს რომ აი ეგ გვაბედნიერებს და აი ხაი წარმოვიდგინე ცეკვაზე რომ მივასაქმე რომ ანუ ცეკვა გაბედნიერებს კითხვა რომ დაიხსნა აუცილებლად მე გაგაბედნიეროს ეს უკვე შინაგანი თუ არ გაბედნიერებს რაღაცას არასწორად მაშინ ანუ არ უნდა იცეკვო მე მგონია რომ ცეკვა ხო თუ არ გაბედნიერებს რომ ბედნიერების ჰორმონია და რა ვიცი ხო ზუსტად მაგიტოდად ის უფროსი თაობა და ძალიან მიხარია რომ ეგ დისციპლინა წამოვიდა აი სამოყვარულო ჯგუფები და აქტიურად არიან აი ძირითადად რა საკობრივ კატეგორია ხოლმე. ეხლა ვიტყვი ჩემი მოსწავლეები აუცილებლად ნახავენ უფროსი მოსწავლეები და ძალიან დიდი პატივისცემა და სიყვარული ჩემგან, მაგრამ აი გაიგო ერთხელ კარები და ორმა არაჩვეულებრივმა ქალბატონმა შემოყეს თავი კარებში და გიორგი მასწავლებელო, ცეკვაზე ვართ, 60 პლუს მიიღებთ და ანუ ეს იმ დონეზე მოულოდნელი იყო ჩემთვის, რომ აი გავბედნიერდი და ანუ აი ამის მერე ყველგან ვამბობ ხოლმე, რომ ესეთი ქალბატონები, როგორებიც აი ეს ადამიანები არიან, ვინც ჩემთან ვარჯიშობს და დადიან სამოყვარულო ცეკვებზე, არიან მისაბაძი ადამიანები ცხოვრებაში, იმიტომ რომ 60 პლუსი, როგორ მითხეს იცი რომ ბევრი პლუსი აქვს 60 და მიგვიღებთო და აი სამოყვარულო ჯგუფზე მოკლედ არ ვიცი, შეზღუდვა არ გვაქვს. ვისაც უყვარს ცეკვა 18 წლიდან აი არიან ადამიანები, რომლებიც 17 წლის წებიც მოდიან 30, 40 და აი ხო გეუბნებით ყველაზე დიდი მოსწავლე 67 წლის. და ჩვენი კლასიც ალბათ და დაუდგეს აი ნებისმიერი ადამიანი ისეთი პოზიტიური ადამიანები არიან ისეთი აი მიუხედავად იმისა რომ თელი დღე ძალიან ბევრს მუშაობ ბავშვებთან იქ მშობლებთან მე შენ კარგად გეცოდება ანუ რომ თავდება სტუდია მე იწყება უკვე ეს ჩათი მშობლები ასუხები კითხვები ძალიან ანუ ძალიან ბევრი და ესეც გაანალიზებული მაქვს რომ ჩემი ვალდებულებაა რომ ეს ცალკე სამსახურია რომ მშობელთან მქონდეს კარგ ასპექტში ვიძახი ანუ არ გეგონოთ რომ რაღაც დავიწუწუნიან რამე, აუცილებლად ბევრი უნდა ვკითხონ, აუცილებლად ბევრი უნდა პირიქით ძალიან მსამრომსო ჩართულები არიან პროცესში, მაგრამ ამის მერე რო უკვე იწყება სამოყვარულო ჯგუფთან და რო ვიცი რომ აი სამოყვარულო ჯგუფთან უნდა მივიდე, ეს ცალკე რაღაცა მიუხედავად რომ ძალიან დაღლილი შეიძლება იყოს, რაღაცა ცალკე სხვა ის არის, რომ იქ ისეთი ადამიანები ხვდებიან, რომ შენ საერთოდ ანუ არაფერი არ უნდა თქვა. ეხლა 67 წლის ადამიანები რომ მოდიან და საკუთარ თავს, ანუ ეს კიდე ცალკე დისციპლინაა და აი ამ ყველაფერს გაიცემა ალბათ პასუხი რომ დისციპლინა რომ საკუთარ თავს მოუარო
უბრალოდ ჯანსაღად იყო და რაღაცა გაიუმჯობესო ჯანმრთელობა, იმიტომ რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, ანუ შეიძლება საერთოდ ვერ იცეკო, არ გამოვიდეს შენგან მოცეკვავე და არაფერი არ გააკეთო, მაგრამ ეს ყველაფერი არის ჯანმრთელობა. დისციპლინა, საკუთარი თავის მოვლა და აი რა ვიცი, ძალიან ბევრი რაღაც და ანუ 67-ის და 65-ის და 60-ის წლის ადამიანები რომ მოდიან და ეხლა ინგრესით დაходენ რომ ძალიან ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი რომ ამ ასაკში სალსას ვიცეკვებდი ან ვაიმე ჩვენ ვალსი უკვე ვიცით და მგონი კონკურსზე უნდა გავიდეთ. ანუ ეს ფრაზები იმ დონეზე მაბედნიერებს და ზოგადად ეხლა ეს არკესტრა და დავდგებით ხოლმე და ესე უყურებ ადამიანის ანუ მზერას რომ ის ბედნიერია რასაც აკეთებს და აი რაღაცა შემოგციცინებს თვალებში და როგორ გააკეთოს რა ვიცი აი ყველაფერად ღირს მართლა. ნამდვილად ეგ. და მიბაძონ ყველა მე ესე ვიტყოდი რომ ძალიან დიდი კლასმაც რა ჩვენი კლასი ალბათ რაც სკოლა დაუმთავრეთ და გიორგი ქორეოგრაფია ვიძახით რომ გიორგისთან სამოყვარულოზე ხوار მივიდეთ და ჩვენს ალბათ პენსიაზე გავვალთ მე მოვალთ ეს გელოდებით 60 პლუსიდან მაგრამ მართლა რა ვიცი სულ გეგმავთ ყოველი სექტემბერში იგეგმება იგამ იცი რა ჩემი მეგობრებს ეუბნებოდი ზუსტად მაგას რომ ეხა ანუ ეს ადამიანები ვინც მოდიან და არ მყოლე ანუ მაგ ხელმოსწავლები და რომ მითხრეს რომ აი გიორგი მას რაღაც 60 წლის პლუსი ვარ და მე რომ ვუთხარი ამ ჩემ მეგობრებს მეთქი მოდით ხალხო ანუ ივარჯიშეთ ჯანმრთელობა იცი როგორ არის ალბათ უნდა სწორად აღიქვა რა ეს ყველაფერი იმიტომ რომ თავიდანვე უნდა მიხვდე რა გინდა ის ადამიანები ახლა აი რაც არ უნდა ძველი დრო ეძახო რაც არ უნდა ახლა სხვა დროა სხვანაირი აი ოჯახში მაგიტო ვიძახი და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ოჯახს გარემოს სად იზრდები როგორი მეგობრები ყავს როგორი მენტალური განვითარება აქვს და მდგომარეობა და ჯანმრთელობა ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის იმ საკითხის მიმართ ეს იქნება ცეკვა ეს იქნება ჭიდაობა ეს იქნება ფეხბურთი სპორტი ნებისმიერი რამე ვფიქრობ რომ ძალიან დიდი როლი აქვს გარემოს ოჯახს და კონკრეტულად იმ ადამიანს ვისთანაც ესე ვთქვათ მიყავს შვილი რომ რაღაცა შენ იმის როგორ ვთქვა იმის ნათელი ამომავალი რაღაცა წერტილი იყო და მის ცხოვრებაში და რაღაცა შენ რჩევა გაუზიარო ცხოვრებისეული. კი, აი შენ ახსენე სიამოვნების მიღება რაღაც მომენტში ჩემი მასწავლებლის ფრაზა მახსოვს, მეც ვიყენებ ხოლმე აი ბავშვები რაც არ უნდა იყოს, როცა აი შეჯიბრია კონკურსში იღებენ მონაწილეობას ან რამე, არის ხოლმე განცა რომ ეხა რო ვერ შევძლოთ ცუდი ნიშანი რომ მივიღოთ რაღაც და მეც ეგ მოქვს ხოლმე რომ მეთქი ანუ უბრალოდ მიდით. კი, ზუსტად. ისიამოვნეთ და ესევე უნები არამასწავლებლად ხოლმე. მეთქი ეს პროცესი რასაც აკეთებ, ხო გისწორდება პირდაპირ ესეულო ხოლმე. კი, მეთქი მაშინ გაისწორეთ ბოლომდე და ყოფილა შემთხვევები რა ესე რომ მოეშვნენ უკეთესი შედეგი დადეს ვიდრე მაგალითად მოჭიმულ მდგომარეობაში იცი მან კიდე რა საკითხი მარიამ რომ ანუ უყურე შენ როგორც მასწავლებელი და მეც როცა ბევრი მოსწავლესთან გაქვს ესე ვთქვათ შეხება და ბევრი მოსწავლე ასპარეზობს ჩემპიონატზე თუ რაღაც ნებისმიერ აქტივობაზე იქ სხვადასხვა ვალდებულებები გერთვება და ძალიან რთულია ამ შემთხვევაში მშობელმაც უნდა გაიაზროს რომ შენ როგორც მასწავლებელს გიწევს რომ გაიზიარო ვიღაცის წარმატება და გაიზიარო ვიღაცის წარუმატებლობა და აქ ეჯახები როგორ რაღაცას იცი რომ ორივენი შენი მოსწავლეები არიან ორივესთვის ძალიან დიდი შრომა და სიყვარული გაქვს ჩადებული მაგრამ ცხოვრება კიბია და ესე ხდება ბუნებრივია ხან ვიღაცავა ვიღაც ჩამოვა ძალიან ანუ და მან კიდე მივდივარ და ვურჩევდი ჩემს მშობლებს და არა მარტო ჩემებს რა ვიცი რომ ანუ სწორი მიდგომა ბავშვთან საჭირო, იმიტომ რომ იქ მასწავლებლის იმპულსიც უნდა იფიქრო, იმიტომ რომ ჩემი ვალდებულება კი ეს შევაქე, მაგრამ ამას უნდა როგორ თქვა, ანუ მეტი შემართება მივცე და მხარი დაუჭირო, რომ ის არ წაიქცეს და არ დანებდეს და აი ესეთი რაღაცები არის ხოლმე ძალიან ანუ რთული ჩემთვისაც და ამაზე სულ მუშაობ, ანუ ესეც თანხლები პროცესია და ყველა მოსწავლის შედეგს ყოველთვის განვიცდი და მე როგორ აი ყველაზე რთული, ყველაზე ესეთი ძალიან ესე ვთქვათ, ჩემს პაროდიას აკეთებენ ჩემი მოსწავლეები, რომ მე რომ კონკურსზე ვარ და ისინი რომ ცეკვავენ. ეს კიდე რაღაცა ცალკე იმპულსია და სიამაყის გრძნობა, იმიტომ რომ აი რაღაცა შენც იმასთან ერთად ცეკვავ და აი რაღაცა პროცესში ხარ. ეხლა წარმოიდგინე ვიღაც რომ რაღაცა მარცხდება და ვიღაც რო იგებს, ანუ აი ამ ემოციური ბმულის განაწილება ცოტა რთულია რა და აი ამაზე ვმუშაობ ხოლმე და მიჭირს და ალბათ მანდაც მშობლების ამბავია რა ძალიან დიდი რომ სწორად აი რაღაცნაირად აი რაც თქვი ხო ხტები შენ ხო ბედნიერი ხარ იმით რასაც იმ მომენტში აკეთებ და შენ უნდა იყო ბედნიერი იმიტომ რომ ცხოვრება ეს არის რომ ანუ თუ ბედნიერი არ ხარ მაშინ რა აზრი აქვს ჩვენ ცხოვრებას და თუ რაიმე ტანჯვას გვაყენებს სტრესის მომგვრელია და ცეკვა ვერანაირად ვერ იქნება სტრესის მომგვრელი აი აქ კიდე მივდივართ გონებრივ ამბავთან რომ აი აქ უნდა დაალაგო ჯერ მენტალურად რაღაცეები და მე აი აქ როგორც კი დაალაგდება ის სცენაზე გადმოვა აი ძალიან მაღალი დონით და აი შედაც თქვი რომ ზუსტად
მიხვდები რომ მოეშვები და ანუ მიხვდები რომ ეს ბედნიერებას განიჭებს, მე სხვა იმპულსებით მივა. აი პროცესით ტკბობა რა რაღაც მომენტში, ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი. ხანდახან აი მშობლები ფიქრობენ, რომ ცეკვა მოიცდის, ჯერ რაღაცა სწავლა, განათლება, აი ამ მშობლებს რას ეტყოდი, რას კარგავს ბავშვი, როდესაც ეს დრო, ასე ვთქვათ, გადის და ერთდროულადაც შეიძლება იდეაში გაკეთდეს, მაგრამ რაღაცნაირად ვერ ხედავ. აი საჭიროება რა არის, საჭიროება რომ დაანახო, თუნდაც ცეკვის და რჩევა მიცე როგორი კომუნიკაცია თუნდაც შვილებს. მშობლებს ვეტყოდი ესეთ რაღაცას, რომ ანუ კითხვას დავუსმევდი პირველ რიგში, რომ როდის უნახავთ თავიანთი შვილები თავისუფალი? ბედნიერი. ანუ ბედნიერი. კითხავდი ყველა მშობელს მართლა თუ უნახავთ თავისი შვილები ბედნიერი და ანუ აი ამის პასუხი ალბათ ის რომ ეს ყველაფერი მოაქვს ცეკვას. იმიტომ რომ ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ ძალიან ბევრი, რომ ცეკვა არ არის მარტო მოძრაობების მუსიკასთან ერთად შესრულება. იქ არის ძალიან ბევრი თანმხლები პროცესი, სადაც ბავშვი არის ბედნიერი. და ის გარემო რაც არის ჩანსავი და სადაც ბავშვი არის ყოველგვარი სტრესის, დაძაბულობის და აი რაღაცა შენიშვნების, აი იქ ხომ არავინ არ გაძლევს შენიშვნას ცეკვაზე და პირიქით ცდილობს რომ ყველა დაგეხმაროს რომ ეს გაუმჯობესო, გამოასწორო, თავი წარმოაჩინო, თავი დაიმკვიდრო, შენ კარგი ადამიანი წარმოჩინე და პირველ რიგში იყო თავდაჯერებული. ანუ რაღაცა მოწოდების სიმაღლეზე და მაგალითი სხვისთვის და აი ეს კითხვა მექნებოდა რომ მოусმინონ ალბათ თავიანთ შვილების იმპულსებს, იმიტომ რომ მე ძალიან ბევრი ბედნიერი ბავშვი მინახავს და კიდევ ძალიან ბევრი უნდა ვნახოთ ყველამ და სულ ესე უნდა იყოს რა თქმა უნდა, მაგრამ აი მაგ კითხვას დავუსმევდი, იმიტომ რომ მე ვიცი რომ ძალიან ბევრი ესე ვთქვათ ბედნიერების იმპულსი არის კონკრეტულად ცეკვა, ეს იქნება ქართული, ეს იქნება სამეჯლისო, ბალეტი, ჰიპ-ჰოპი, არ აქვს მნიშვნელობა, ჟანრი, ხელოვნება ზოგადად და აი ამ კითხვას დავუსმევდი რომ თავის შვილები როდის უნახავთ ესეთი ბედნიერები და როცა კი და აი ამ სიტყვებით მე უკვე თვითონ გაშლიდნენ კი ბატონო, იდეაში ბევრ რამეს შევეხეთ, რაღაც კითხვები დავფარეთ კიდეც და ბოლო კითხვა მაქვს ესეთი, რომ აი წლები რო გავალ, შენი მოსწავლეები რო გაიზრდებიან, როგორ გინდა რომ გიორგი მასწავლებელი ახსოვდეთ და რას გააყოლებ შენი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანს, რაც მთელი ცხოვრება იმახსოვრება და მათთან იქნება. ესეთი კითხვა ძალიან ბევრი კუთხიდან შემიძლია რომ უპასუხო, მაგრამ ერთი ალბათ და ერთადერთი და მნიშვნელოვანი, ყველაზე მნიშვნელოვანი რაც შეიძლება რომ ესე ვთქვათ იყოს რომ ჩემზე თქვან და გამიხარდეს, თქვა რომ ვასწავლე სიყვარული. უბრალოდ სიყვარული ერთმანეთის და რაღაცა ადამიანური ღირებულებების აღქმა შეეწოთ, რადგან ცეკვის მასწავლებლობა არ ნიშნავს კიდევ განმეორდები რაღაც მოძრაობების და ჭყვიალა რაღაცეების შესწავლას და უბრალოდ სცენაზე დგომას. მთავარი ამბავი არის ის, რომ შეიძლება ძალიან ბევრი მოცეკვავე ვერ გამოვიდეს, მაგრამ გამოვიდეს ძალიან მაგარი ადამიანი და აი ალბათ ეგ გამიხარდება ყველაზე მეტად რომ თქვან რომ კარგი ადამიანია და მე ამისგან მივიღე ესე ვთქვათ ბევრი აი რაღაცა დადებითი ემოცია და უფრო მეტი სიყვარული ალბათ თუ გავახსენდები და რაღაც იტყვიან კარგ ასპექტში რომ აი მასწავლა რაღაცა მეგობრობა, ერთმანეთთან სიყვარული, ერთმანეთის სიყვარული და რაღაცა უფრო აი ესეთ ასპექტში შეიძლება თქვა რომ ძალიან მკაცრია, ესეც თანხლები პროცესია და ბუნებრივია რომ ესეც ვიქნები, ბევრი ამბობს ხოლმე ხუმრობით და რა თქმა უნდა, ანუ მაგრამ ესეც დოზირებულად, სიმკაცრეც, მეგობრობაც, ეხა რაღაც ცოტა ისე გამომივიდა დალაგებულად რომ თითქოს, მაგრამ ამ ყველაფერზე ძალიან ბევრს მუშაობ. ეხა რამდენად გამომდის და როგორ გამომდის, ამას უკვე ამისთვის არსებობენ ადამიანები, რომლებიც მერე უკვე საუბრობენ კონკრეტულად შენზე, რომ აი მენავდე რა კარგი მასწავლებელია და ბევრი მომისმენია მართლა და ძალიან მიხარია ხოლმე რომ ვიგებ ჩემს ესე ვთქვათ მეგობარზე, კოლეგაზე, კი. აი სხვა უნდა თქვას და მე ესე მიმაჩნია რომ თუ ვიღაც არის კარგი, ჩემ თავზე არ ვიტყვი ყოველ ეხლა რომ რაღაც არ გავკადნიოდე და არ ვისაუბრო ჩემ თავზე, მე ვცდილობ, ანუ რომ ეს იმპულსები დავაგროვო, რომ მე სხვებმა აი თუნდაც თქვან რომ როგორი მასწავლებელია, კარგია, ცუდია, რეკომენდაცია. საერთოდ როცა რაღაც ადამიანს მოსწონს და კარგია, ამაზე უნდა ისაუბრონ სხვებმა და არ უნდა მივთვლი რომ არ უნდა ისაუბრო საკუთარ თავზე და
აპელირება არ უნდა გააკეთო, რომ შენ რა კარგი ხარ და ეს ცოტა ამბიციური ყველა ადამიანი ვართ. ამბიციები თუ არ გაქვს ამ ცხოვრებაში ფაქტიურად ვერაფერს ვერ მიაღწევ, მაგრამ სწორი ამბიციაა საჭირო, ჯობია, აი ეგ კითხვა რაც თქვი, და სხვებმა თქვან, რომ აი ეს რა კარგია და რა ვისწავლე იმისგან. კომენტარებში გიორგი მოსწავლებელი როგორ გახსოვთ ყოფილ მოსწავლეებს და ვინც ხართ როგორ დაგახსოვთ. ძალიან საინტერესო იქნება ნამდვილად და ყველას მას წავიკითხავ, დამაინტერესებს. აი გაბრაზებაზე მე ერთხელ ერთმა ეხა დაამთავრეს იმათმა სკოლა და რაღაცაზე გაუბრაზდი და ყვდებოდნენ სიცილით ამ ჩემს გაბრაზებზე, მაგაზე კიდევ უფრო გაუბრაზდი. მეთქი რა არის ხარ რო აგენდება და არ გაინტერესებს მოსწავლე, მეთქი ხა არ ვიცი რას გისავს და ბოლოს მე მას ისე სასაცილოდ ბრაზდებით, რომ ვერ აღვიქონ თო რომ გაბრაზდით და მეთქი კაი სახეს დავალაგებ და მოუბრუნდები თავიდან მოუბრუნდები. აი მეც ის მოქვს ხოლმე რომ თუ რაღაცაზე დავაფიქრე და თქვენს რომ რაღაცაში მენაბდე მასწავლებელი დაიხმარა იმ თვალსაზრისით რომ ღირებულებებზე მოვახდინე მეტნაკლებად გავლენა არის ეგ ძალიან მნიშვნელოვანი რა სულავნები რომ არ აქვს მნიშვნელობა პირობითად ან დისკრიმინაციის განმარტება გეცოდინება თუ არ გეცოდინება თუ ამ ქმედებას არ გააკეთებ უკვე ჩემთვის მისაღებია და არის ხოლმე რომ რაღაცებს აი ვაკითხებ ან ChatGPT-ს ან რაღაცებს ვაყენებ და აქვთ კითხვა რა რატო და აი სულ არაფრის პირობითად გაკეთებას, ამითაც ხო რაღაცა ცოდნას იღებ, ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე მგონია რომ ძალიან საინტერესო ძალიან საინტერესო ამბავი გამოვიდა მართლა და კიდევ ბევრი შეიძლება რომ ვისაუბროთ, მაგრამ ესე ვერ ამოვწურავთ, ეხლა ჩვენ უბრალოდ გადაცემაც ძალიან ხანგრძლივი გამოვა და ბოლოს ვიტყვი ერთ-ერთ რაღაცას რომ ესე თქვა საბოლოოდ ჩემი ნათქვამი იქნება ესეთი რომ პირველ რიგში მადლიერებას გამოვხატავ ძალიან დიდს უფლის მიმართ, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ ცხოვრებაში არაფერი არ ხდება უფლის გარეშე და ეს გზაც, რასაც მე გავდივარ, ან ნებისმიერი ადამიანი, ვფიქრობ, რომ უფლის არჩევანია და ზუსტად ვიცით, ანუ აი ზუსტად იცის ადამიანმა რა უნდა აკეთოს და მადლიერი ვარ ამ გზისთვის, რაც ესე ვთქვა, ღმერთმა მარგუნა, რისთვისაც ძალიან ბედნიერი ვარ და აი რა ვიცი, ვეცდები ყოველ შემთხვევაში ყოველთვის რომ რაღაცნაირად ჩემი ესე ვთქვათ, მასწავლებლური ადამიანური ცხოვრებისეული გამოცდილებები, აი ყოველდღიურ ცხოვრებაში დალაგდეს და რაღაცნაირად საბოლოო ჯამში მე უკვე რაღაც 120 წლის მერე რო აღარ ვიქნებით, კარგად თქვენ რომ იცი რა რომ აი ესეთი ადამიანი იყო და მადლიერი ვარ უფლის პირველ რიგში ოჯახის, ჩემი მეგობრების, ჩემი გარემოსი და მადლობა კიდევ ერთხელ შენ რომ ესეთი არაჩვეულებრივი თემით, ძალიან საინტერესო თემით, სხვათა შორის რომ მომწერე, ძალიან საინტერესო თემა იყო და ყოველთვის მომწონს ხოლმე აი რაღაც ცხოვრებისეულ ორგანულ რაღაცებზე საუბარი, იმიტომ რომ შეიძლება ამ ვიდეომ ძალიან ბევრი ადამიანი, ძალიან ბევრი მშობელი დააფიქროს რაღაც საკითხებზე და ვიმედოვნებ რომ რაღაცეები ხა ვიღაცეები გაგვაკრიტიკებენ, ვიღაცეები ყოველთვის ესეა ცხოვრებაში რომ წინაზე ვკითხულობდი და ზუსტად ესეა მართლა რომ აი რაღაცეები ხდება როგორ იცი რომ კრიტიკა სულ არის ანუ ხო ხტები აი რაღაცას ჩაიცმევ კარგად არ ჩაიცმევ ой მე რა კარგად გაცვია რაღაცას ჩაიცმევ ანუ ისე ცოტა მოუწესრიგავად მე რააცვია დაინახე ანუ ყოველთვის არის რა რაღაცეები რომ ანუ ამას იზავ ესეა იმას იზავ ყოველს მოსაწონი ვერასდროს ვერ იქნები მაგრამ მადლიერების გზნობა ვფიქრობ რომ არის ყველაზე დიდი რაღაცა ნიჭი რომელიც ადამიანს უნდა გააჩნდეს ცხოვრებაში და ვიყოს უბრალოდ მადლიერი რომ არსებობს ახლა ეს ცეკვა თამაში გართობა არაფერს შუაშია უბრალოდ მადლიერი უნდა იყოს და მე მოვა ყველაფერი აი ეს ბედნიერებაც ის წარმატებაც ის წარუმატებლობაც ის სიყვარულიც და მაინც ვფიქრობ მადლიერება სიყვარული და რწმენა არის სამი რამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ცხოვრებაში ნამდვილად გეთანხმები ძალიან დიდი მადლობა საინტერესო ეპიზოდი გამოვიდა მადლობა აბა წარმატებები მშვიდობებით შევხვდებით შემდეგ ეპიზოდში ვინმე სპონსორობა თუ მოგინდებათ აქ ვართ და კლასელებო შევიკრიბოთ რა ვიცი ბოლომდე თუ უყურებთ დაფიქსირდით რამდენი ხანია ვიცაყით წარმატებები აბა შენს გადაცემა შენს მაყურებლებს და ყველა ჩემოსწავლეს და მშობელს თხოვე რომ გამოიწეროს ეს არაჩვეულებრივი არხი ბედნიერად კარგად